მოსვინათ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. საღამომშვიდობის რადიო მეტის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები მიშა მიმინაშვილთან ერთად კოდექს აუდიოსა და ბლოგჩის ფარგლებში და მიშა მიმინაშვილის გარდა ამ სტუდიაში ჩვენც ვოგინებთ კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე და რამდენხანს გასტანს ეს ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ საშიშს კაცზე ვლად ცეპეშზე უნდა გველაპარაკოს მიშა. საღამომშვიდობისა კატო, საღამომშვიდობისა ნინო, საღამომშვიდობისა ბატონო ვლად. ხო, ვლად ცეპეშზე რამდენად ვისაუბრებთ მახსოვს, როდესაც გულდასმით უსმენდი შენს გადაცემებს, მე მგონი გქონდა ამ ადამიანზე ერთი გადაცემა და თუ არ ვცდები, მარტო არ მიყავთ. ხოსორად მახსოვს, ხედავ რამდენიმე მახსოვს. სხვა შორის მეც ვაპირებდი როდესაც წინა ცხოვრებაში პირდაპირ ეთერში მიყავდა X-კოდი, მეც ვაპირებდი ამ ადამიანზე, თუმცა დღეს ჩვენ საუბრობთ ამასაც ალბათ ამ თემასაც შევეხებით, რამე თუ ესე იგი დღეს შეგიძლია კატარინა დამიძახავ, შენ ხო ყოველჯერ ზაკეთებ ჩემს სახელს და აი დეკემბერი 1455 რაღაცა შობა ახლოვდება და მზეთ უნახავი კატარინა ესე კარმილა რო დაგეძახო. არც კატარინასთან ერთად ნახე მისი სასიყვარულო ურთიერთობა და ვისი აბა აი ამ ჩვენი ვლად ცეპეშის რებს რას არყვებიან ბატონ ლაცეპეშზე ის ადამიანის გავიხსენოთ ვისი წყალობითაც ეს ადამიანი ასეთი ცუდი რეპუტაციით ავად თუ კარგად ყოველ შემთხვევაში იცნობენ უფრო მეტად ბატონ ლაცეპეშს ანუ იგივე დრაკულას ვიდრე მის ავტორს ბატონ ბრემ სტოკერს სხვადასხვა პრემიის მისი ფსევდონიმია მისი აბრაჰამ სტოკერი გახლავთ და დღეს ამაზე იმიტომ შევაჩერეთ ყველას, მოდი შევახსენოთ რატომ საუბრობთ ზოგადად ვინმეზე, იმიტომ რომ ჩვენ ორშაბათიდან დღეიდან თან ამინდიც გვიწყობს ხელს ქარი უბერავს თუ არ ჩემს ზაღლები ყმუიან ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს აღწერა რომ შემცევდე ყოველ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ ხას უსვამთ იმას რომ მრავალფეროვანია, ანუ ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ რომელიმე ჟანრით ავტორი ჩვენს face control-ს გადის 60 წლის გარდაცვლილი, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ის გავაჟღეროთ პირდაპირ ეთერში, ანუ ჩვენ საუბრობთ ძალიან ცნობილ ნაწარმოებზე, ბრემ სტოკერის დრაკულაზე და სწორედ ამის მოსმენა შეძლებენ ჩვენი მსმენელები დაახლოებით 2 კვირის მანძილზე, თუ მეტი არა. იმიტომ რომ ორი თავი გავა, სულ არის 22 თავი. სავარაუდოდ 2 კვირაში ჩავეტევით. მოგლობილ გადავიმოწმებთ ამასებაში. გადავიმოწმოთ, ხო. სიმართლე რო გითხრა, ეხლა არავითარ ეხლა როგორ ვთქვათ, ეხლა ამ ადამიანზე, უბრალოდ მის ავტორზე, ვისაუბროთ როგორც არაჩვეულებრივ ლიტერატურაზე, არაჩვეულებრივ მწერალზე, ცოტათი იქნებოდა ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხახახა არ არის ის რომ ის თემა, რომელიც ამ ადამიანმა წამოწია ფაქტიურად მისით დაიწყო და რაც არ უნდა დაიწეროს შემდეგ მისი დაიწყო ეგრეთ წოდებული ვამპირია და თუმცა ჩვენ გვექნება ალბათ საშუალება იმისა რომ ვთქვათ რომ ის არისო პირველი და უკანასკნელი რომ არ არის უკვე ყველა მისის რამე თუ არაერთი ეკრანიზაცია მოხდა ამ ნაწარმოების მიხედვით არაერთი ინტერპრეტაცია და მოკლედ ანიმაცია არაჩვეულებრივი კიდე ტრანსილვანია ოტელი ტრანსილვანია ანიმე ხო იაპონური არა, ანიმაცია, ანიმე არა. ანიმეც არის იაპონური, მე მგონი ესე ქვია. ხო და იმას ვამბობდი რომ ზოგადად ეს ჟანრის პოპულარიზაციას რატომღაც მიაწერენ ბრემ სტოკერს, თუმცა სიმართლე რო ვთქვათ, ეს ადამიანი არ თვლიდა თავს მწერლად, ის თუ არ ვცდები მათემატიკოსი იყო განათლებით და წერა ზოგადად ძალიან კარგი ოჯახიდან იყო, არანაირად არ უჭირდა და რომს მათემატიკურ ციცრო დამთავრებინა ძალიან კარგად იცხოვრებდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაგვეწყება ეს რა პერიოდია 19 საუკუნის მიწურული მე-20 დასაწყისი ისეთი წლებია, როდესაც ყველა ჩვენ არაერთი მწერალი მათ შორის ქალბატონის ამ ეპოქის წარმომადგენელი
გავიარეთ შეიძლება ესე მისი მათი ბიოგრაფია და მათი ცხოვრების წესი და ნუ ყველა რაღაცნაირად ჯენტლმენი დავად თუ კარგად ცდილობდა თავისი ბედი მწერლობაში ცეცა და ნუ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ეგონა ბრემ სტოკერს რომ ასეთი პოპულარული იქნებოდა ის ერთადერთი რითაც ის ამაყობდა იყო მისი თეატრალური პუბლიკაციები უბრალოდ თეატრალური კრიტიკული სტატიები მისი მეგობარი ვინ იყო შენ კარგად გეცოდინება ანუ მისი ბიოგრაფიის ერთი მხარე იყო ის დავუშვათ თავიდან უნდა ითქვას რომ ის ძალიან სუსტი ბავშვი იყო 8 წელი საერთოდ ვერ დგებოდა ფეხზე და ექიმები საერთოდ ანუ მშობლებსაც და მისახლობლებს უკვე ხელი ჰქონდათ მასზე ჩაქნეული ეგონათ რომ ის დღე-დღეზე უკვე ჩაბარდებოდა პატრონს მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოხდა ძალიან საოცარი ცვლილება ამას თვითონ ბრემ სტოკერი მიაწერს რაღაც ჩვენებებს თითქოს რაღაცები ელანდებოდა და საბოლოო ჯამში ადამიანი ვინც მას ელანდებოდა საბოლოო ჯამში ის მიხვდა რომ ეს იყო თითქოს დრაკულა მაგრამ ეხლა ერთია როდესაც ავტორი პოპულარული ხდება და მასზე მერე 1000-ნაირი სისხლები არის ხოლმე მის ირგვლივ თუმცა ერთი რამ უნდა ითქვას ნამდვილად ხმამაღლა რომ ეს ადამიანი ნამდვილად არ ამაყობდა თავისი ნაწარმოებით არ ცდილობდა და არანაირად არ ქონდა იმის ამბიცია რომ კარგი მწერალი იყო უბრალოდ წერდა თავისთვის და თავისი ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეიძლება ესე ითქვას და არავითარი ლიტერატურული პრეტენზია მას არ გააჩნდა მაგრამ როდესაც ამბობენ ხოლმე, არ მიყარ ხოლმე, როდესაც ზედაპირულად უძებუდგებიან საქმეს და მიიჩნევენ ძალიან ბევრ ესეთ თუნდაც ქართულ დრაკულას რო წაიკითხო წინა სიტყვებში წერია რომ ეს არის გოტიკური ჟანრის მამამთავარი რაღაცა ვამპირების ციკლის პირველი არ არის ეგრე მეორის პირველი გამჭყლეტი რაღაც პირველი ვერცხლის ტყვის დამადნობელი და საამქრო ქონდა არა ნუ ეგრე ნამდვილად არ არის ღედაღან ლუკმაპური შევნა სხვადასხვის 2 მინუტა დღეს ამამაიყო, მაგრამ ვიცი შენი მისამე დამოკიდებულება და ნიორი ძუს ძალიან და მაქვს ძალიან ახალი დაბალი ტემპერატურა და რატო არ ეშინიათ ნინას და მიშას ვერ ხვდები, იმიტომ რომ სხეულის ბუნებრივი ტემპერატურა ჩემი არ აღემატება 35 ნახევარს. ჩემი ნორმალური ტემპერატურა 35 და 7-ია, ამიტომ შორს არ წავს. 36 და 3 ჩემთვის ისხია. ნინა ნამდვილია ცეცხლია. ცეცხლი და ნამდვილია. ნუ ყოველ შემთხვევაში ავად თუ კარგად მოგწონს თუ არ მოგწონს, მაინც ღირს ამ ფიქრობ რომ ასე თუ ისე კარგად არის დაწერილი, უბრალოდ არანაირი ახლა კიდევ ერთხელ ამ პროცესში ჩვენ ავტორებზე ვსაუბრობთ, იქ აუცილებლად ხაზს უსვამთ მის ენის სოდნას დაუშვათ იქ რაღაც ლიტერატურულ წიაღსვლებს აღწერას, მაგრამ აღწერა ნუ ცოტათი შაბლონურია, მაგრამ მაინც კარგია რომ იცოდეს საწყისები საიდან მოდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იმდენჯერ აქვთ მე მაგალითად არანაირად არ მქონდა სურვილი რომ ეს წიგნი წამეკითხა, ამიტომ იმდენი ფილმია უკვე გადაღებული და იმდენი ვარიაციებია მისი თუნდაც ანიმაცია ყველაფერს თავი რა ანიშენ ანიმე სამშაბლოს სული ყიდი შენს და სეპეშსაც ხო და ნუ საინტერესოა ზოგადად, მაგრამ მაინც საინტერესოა რამე თუ ნამდვილად ღირს ამ წიგნის გადაკითხვა, რამე თუ ბოლოს ძალიან კარგად არის ჟურნალისტი იყო ეს ადამიანი, არჩევლებრივ თეატრალურ სტატიებს წერდა, კარგი პუბლიკაციები ჰქონდა, ჟურნალისტიკაშიც ამბობენ რომ მას დიდი მიღწევები ჰქონდა და რაღაცნაირად იმ ეპოქის რესტორნებს რო ჟურნალისტები კი არიან სულელები, მათი დამქირავებლები არიან ძალიან ხშირად სულელები და მე ისინი თუ კი ეძებენ ეს დამქირავებული ჟურნალისტები ელენე ახვლედიანის ტელეფონის მისამართს ეს მაინც მათი მენეჯერების პრობლემა არ და არა მათი რომლებსაც დააბრალეს რომ თქვენ რაღაც იცით და მე რაღაცას ისეწყები რაც მე არ ვიცი არიცი ძალიან ბავე ელენე ახვლედიანთან დარკვას რო ამობდნენ პროდიუსერებს ის ნუ შეეშალათ ადამიანს ხო არა ამ შემთხვევაში ყოველთვის როცა მე თვითონ თავს ავართული ჟურნალისტი და ესე არ გავგადნიერდება არ მგონია რომ ეს სულ სხვა პროფესია და სულ სხვა მომზადება სჭირდება და ყოველთვის მაქვს ხოლმე მათ მიმართ ესეთი
განცდა რომ ვინც არის ძალიან კარგი ჟურნალისტები, არაერთი და ორი, მე ისინიც რაღაცა მე მოყვებიან ხოლმე ამ ცუდ გასაგებია. თუმცა ჩვენი ბიჭი უწოდოთ ხომ მას როგორც ჩვენი ბიჭია კი ხო ბრემ სტოკერი არაჩვეულებრივი ჟურნალისტი იყო თეატრალური სხვადასხვის მისი პოპულარიზაცია და ეგრეთ წოდებული ლონდონის ელიტაში მოხვდა სწორედ ამ თეატრალური სფეროსთან სიახლოვის გამო მოხდა და მერე გახდა ის ცნობილი არტურ კონან დოილს იცნობდა მისი მეუღლე სხვადასხვის ოსკარ უაილდს ნაყოლება თავის დროზე და თვითონ არა მის მეუღლეზე ლაპარაკი არ გაგიღიმოს ისე და მიუნჰენიდან 1 მაისს გამოვედი 8 საათსა და 35 წუთს საღამოსი და ვენეში ჩავედი სისხამდილით მეორე დღეს ხომ ეს არის მინდა ვთქვა რომ საინტერესო ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ახლა ნელ-ნელა მოვიქოქებით და დავიწყებთ საუბარს იმ ადამიანზე ვიზედაც ეს სიგნი დაწერილი იმ ადამიანზე ვინც ეს სიგნი დაწერა და ის ჟანრი კიდევ ერთხელ მინდა შევეხო რომ გოთიკური ჟანრი არ არის ნამდვილად ეს არის დიდი შეცდომა როდესაც ბრემ სტოკერს მიაწერენ ხოლმე რომ ეს არის მამამთავარი ამის არ არის მამამთავარი უბრალოდ ის მანამდე არსებობდა ჩვენ სხვადასხვის კუზენია ამ ჟანრის კი მანამდე ჩვენ გქონდა ჩვენ ჩავწერეთ თუ ახსოვს ჩვენს ფენელს მერი შელი ფრანკენშტეინი ეს პერიოდი ანუ ახლა რა თქმა უნდა ცოტათი აცნენილია ცოტა უფრო ადრე იყო ბრემ სტოკერი ცოტა უფრო გვიანი პერიოდის გოთიკური ესეთი ექსპერიმენტია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჟანრი ძალიან პოპულარული იყო სხვადასხვის ჯეინ ოსტინსაც ხო ჩვენ ხო დღე არ გავა და საღამო რო ჯეინ ოსტინს არ შევეხო ჯეინ ოსტინსაც კი დაუწერია ვეღარ მოცილდა ამ ქალს ვეღარ დაიწყო ნორინგტონის თუ ნორინგტენის სააბატო სადაც არის უფრო ესეთი გროტესკულად აქ ანუ ირონიით აქვს მოხსენებული ჟანრი იმდენად პოპულარული იყო ბრიტანეთში ინგლისში მაგრამ მე მაინც და მაინც ახლა ნინა გვანიშნებს 1 წუთი გვაქვს თუ რამდენი წუთი გვაქვს სულ რაღაცა 9 წუთი. ნუ მე იმის თქვა მინდა ჩემო კატო, ჩემო კატრინ და ჩემო ძირფასო რადიოს მშვენივრებო ჩვენ დღეს საუბრობთ ბრემ სტოკერზე, მის დრაკულაზე. ასეა თუ ისე, ნამდვილად არ ქონდა ამ ადამიანს კიდევ ერთხელ ხასოს რომ არანაირი პრეტენზია ლიტერატურულ ღირებულებაზე, ეს თავისი დროების პროდუქტია, ასეა თუ ავად თუ კარგად მოგწონს თუ არ მოგწონს ის შეიძლება ესე ვთქვა რომ ვამპირია და ანუ ის რაღაცნაირად ამ თემით დაინტერესებადეს უამრავი სერიალი გინა ლიტერატურული ნაწარმოები რომელიც ან პოპულარულია საოცრად პოპულარულია ისე როგორც გოთიკა და ემუ და მთელი ეს სუბკულტურული მიმდინარეობა რომელიც დღესაც რაღაცნაირად ძალიან ბევრ ახალგაზრდას აერთიანებს კი რეკავს ლათცეფში არა მოკლედ ჩვენ ახლა ცოტათი შევისვენოთ, უბრალოდ დრო უნდა დავუთმოთ საინფორმაციოს და შემდეგ დავბრუნდებით საინტერესო ფიქრობ თემით. უსვინათ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გწევდება ჩვენი გადაცემა კატოს ლიტერატურული საღამოები კოდექს აუდიოსა და ბუკბოქსის ფარგლებში მიშა მემინაშვილთან ერთად ჩვენ საუბრობთ მარტო ავტორზე ლაპარაკობთ? ლატაცებაში არ ლაპარაკობთ? ნუ რატომაც არა ვილაპარაკოთ. ნუ ამაზე იმიტომ ლაპარაკობთ რომ ამის მოსმენა შეიძლება ჩვენი მსმენელები დღეიდან კიდევ ერთხელ გამეორდები შენიშნებართვით. და 91778 ამ ნომერზე შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები და თქვენი სურვილები გამოგგზავნით და მოგწეროთ როგორ მოგდით თვალში დრაკულა ან როგორ არ მოგდით თვალში დრაკულა და არა მხოლოდ დრაკულა შესაძლოა ზოგადად ამ იცი რა არის ლაცეპეშზე იმდენი არის უკვე ნასაუბრები ამაზეც შევეხებით მაგრამ უბრალოდ მე მინდა ვთქვა რომ დრაკულაზე ბუნებრივია ვისაუბროთ, მაგრამ აუცილებლად მინდა ვახსენო ერთი ესეთი კარგი ბიჭი, ლეფანიუ, რომელიც იყო ასევე ირლანდიელი, ისევე როგორც ჩვენი ბრემ სტოკერი და პირველი ვამპირული ეგრეთ წოდებული ოდისეა კი რა ქვია მას ვამპირია და ხო ესე დავარქვათ, ანუ ვამპირების აი ლიტერატურული
სახე შექმნა აი ამ ადამიანმა და ფაქტობრივად როდეს მე ვფიქრობ რომ სხვადასხვა წავაწყდი მე ვფიქრობ რომ ქართულად არის ნათარგმნი რაღაც გოთიკური ლიტერატურის რაღაც ნიმუშები და მე მგონი ეს ლაფანიუს რომანი რომელსაც ქვია კარმილა კი კარმილა ძალიან საინტერესოა და აი როდესაც აი ძალიან ხვდები მე მაგ გარკვეული რეაქცია როდესაც აი ზედაპირულად მიაწერენ ხოლმე ადამიანს რაღაცას და თაირიდან მოვიდა უცებ იქ აღმოჩნდა ტრანსილვანიაში იმოგზაურა და ისე გაჩნდა დრაკულაზე არც ფიქრობდა ეს ადამიანი დრაკულას ზოგადად ამბობენ რომ ანუ ეს ფაქტობრივად შექმნილ, მაგრამ უბრალოდ ამ ადამიანს გაუმართლა იმით, რომ ეს ადამიანი შევიდა ისტორიაში როგორც დრაკულას შემქმნელი, დრაკულაც პრინციპში ვლად ცეპეში, რომელიც პირდაპირ თქვა ეს შენს გადაცემაში მაშინაც გაიჟღერა და მეც ამას ვეთანხმები, ფაქტობრივად არის ისტორიული კურიოზი, იმიტომ რომ ის რასაც მას მიაწერენ, ну, რა თქმა უნდა, ის იყო ძალიან ტირანი ადამიანი, მაგრამ მას გაატირანა, მაგრამ რომელი მონარქი რომელი თავისი ქვეყნის შემკრები და ეროვნული გმირი რომელი არ იყო ტირანი მოდი ფაქტობრივად ესეა და ვლად ცეპეშზე ну იქ ну ფაქტობრივად სტოკერის წყალობით მინეთმა დიზელი დღემდე დიზელ ფულს შეულობს იმ დრაკულას სასახლეზე არაჩვეულებრივი რადანი მოწყობილი და იქ თურმე რაღაც კაფე-ბარია მე არა ვარ იქ ნამყოფში ხო არა ხან ნამყოფი არა მე აი სკეცი დრაკულას პარიზში ვარ პარიზში არა ვარ ნამყოფი და ბრემ სტოკერის პირველი რომანის სათეორი არის ძალიან საინტერესო ირლანდიაში წვრილი კლერკის მოვალეობა. Ну, ეს არ არის რომანი არ არის, არის მისი ფაქტობრივი ესეთი ჟურნალისტური პატარა სტატიას, ანუ ესეა, ხო. ინტერნეტი არ დაუჯერო მეთქი ხო გეუბნები ხოლმე. ანუ ეს არის პატარა ესე სტატია, ну, რომანი შეიძლება, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში შეიძლება რომანი იყოს, მაგრამ მე ვიცი რომ ეს არის ლიტერატურული ესე, რომელსაც ის ბეჭდავდა და რომელიც დიდი სიამოვნებით იბეჭდებოდა. რამე თუ მას ისე ვთქვათ რომ ძალიან ნორმალური ოჯახიდან იყო ეს ადამიანი და ისე დაუბრუნდები ბრემ სტოკერს რომ 7 წელი ის ფაქტობრივად ლოგინიდან არ დგებოდა, არა თუ ფეხზე დადიოდა, ფეხზე გავლაზე არ იყო საუბარი, ნამდვილად ანუ ფაქტობრივად დღე-დღეს ელოდებოდა რომ მართლა მიებარებოდა პატრონს, ბოდიში ესე რომ ამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოხდა სასწაული და ეს ადამიანი არა თუ გამოჯანმრთელდა, არამედ არჩევლებრივი ფეხბურთელი იყო, არჩევლებრივი ესე რომ ჩოგბურთს არჩევლებრივად თამაშობდა, კოლეჯის ჩემპიონი იყო, ბრიტანეთის ჩემპიონი იყო და ნუ ესეთი ძალიან ცნობილი პიროვნება იყო, ანუ ელიტარულ წრეში ტრიალებდა და ეს მწერლობა კიდევ ერთხელ მისთვის არ იყო თვითმიზანი და გრაფ დრაკულას მიმართ ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, როდესაც ის აი ამ გოთიკური ლიტერატურით დაინტერესდა, რომ უბრალოდ რაღაცა სადაბედი ამ გოთიკური ლიტერატურის მანერით დაეწერა, თუნდაც ტრანსილვანია, რომელიც ცნობილი ქვეყანა, სადაც ველურები ცხოვრობენ, სისხლისმღერლები არიან, ანუ ინგლისიდან შორს არის და რატომაც არა, მისთვის სულ ერთი ხო. მე დავუბრუნდები ისევ ბატონ ლეფენფანიუს, რომელმაც კამილა დაწერა, რამე თუ ამ კამილაში ფაქტობრივად მთელი სიუჟეტური კარგა, რაც აქვს დრაკულას, ანუ პირველი ის რომ თან საინტერესო მომენტია, ანუ აქ არის ეს აქტუარი გრაფი დრაკულა, აქ არის ქალბატონი, რომელიც მხოლოდ ქალბატონებს სისხლს, აქ უკვე სხვა მომენტებიც არის ესეთი პატარა ესეთი რაღაცნაირი საინტერესო მომენტები და ესეთი ქალმოყვარე ვამპირების მთელი სერიალიც არსებობს, ამას ინათ შემთხვევით წავაწყდი. ну ეს სხვა თემა მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ შტირიაში მიმდინარეობს ანუ შტირია ეს არის ავსტრიის მთაგორიანი მხარე და თავდაპირველად ბრემ სტოკერის პირველი ფურცლები ანუ პირველი თავი რომელიც მას შემდგომ გადაწერა სწორედ მოქმედება ხდება არა ტრანსილვანიაში არამედ შტირიაში და იგივე ვან ჰელსინკი რომელიც არის ეს ექიმი ხო რომელიც საქმის კურსია როგორ მოარჯულოს ვამპირი როგორ მოსვას თავის ადგილას ნივრის დანაკვისთან დაწყებული და ვერცხლის ტყვიებიდან ჩამოსხონდა ზუსტად ესეთივე აგა დოქტორ ხასელი ანუ ძალიან ბევრი დამთხევა ძალიან ბევრი ვამპირებს ბაჟი არ უყვართ ხო ბაჟა უყვართ
ბაჟეში ნივრის მეტი რა არის. მაგრამ ნივრის გარეშე ახლა ხო არის ბაჟე ნივრის გარეშე და ბაჟე ვამპირულად. ხო რა აი მაგალითად დრაკულას იმაში რომ შეხვალ იქ არის ბაჟე ნივრის გარეშე. არა ხო არა ხინკალი ქალაქური და ხინკალი რაღაცით მწვანილით ხო და ბაჟე ვამპირულად. ბაჟე ვამპირულად არ მინდა. შენი რა ჭირს? შენ როდისმე გიჭამია ესეთი სისხლიანი რაღაც სტეიკი. არა, მაგრამ ბაჟე ვამპირულად გამოსინჯოს, იმიტომ რომ იმ ჯერში სადაც მე მიწევს ბაჟეს გასინჯო, ანუ ჩემთან შენ. არა, უბრალოდ სადღაც როცა ამზადებენ თვლიან რომ ყვითელი ყვავილი ცუდ ფერს აძლევს და ამიტომ ყოველთვის მკრთალსახიანია ჩვენი ბაჟი. ხო და მე ისე დაუბრუნდები აი პირველ საწყისებს, ანუ უბრალოდ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. კატო ეხლა ცოტა ხანში მოვა და ლეფენიო ეს გახლდათ ავტორი რომანისა კამილა, რომელმაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ბრემ სტოკერზე და სწორედ მისი ზეგავლენა იმდენად აშკარად, როდესაც თუნდაც ერთი თვალის გადავლებთ თვალს აი ამ რომანს, მთელი სიუჟეტური კარგა, აბსოლუტურად იგივე აი ეს გოგონა, რომელიც არის მთავარი მოქმედი გმირი, იგივე თვითონ აღწერილობა რომანის რომელიც ძირითადად აგებულია დღიურებზე, წერილებზე, ზუსტად ასეთივე მანერით არის გადმოსული და ამიტომ კიდევ ერთხელ ამბობ, სანამ იტყვიან რომ ბრემ სტოკერმა შექმნა ეს ვამპირია და ეს არ არის მართალი, ამას ვამბობ, ბრემ სტოკერმა მხოლოდ ეს განორსო და რადგანაც მოხდა ისე, ანუ გაუღიმა ბედმა და გახდა რაღაცა დრაკულას შემქმნელი, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ დაუბრუნდებით რა თქმა უნდა იმ პერსონაჟს, ვიზედაც ის საუბრობს, დრაკულა არ იყო გრაფი, ის ვინ იყო ვაივოდა იყო ხო თავის დროზე მე-15 ვალახიას გოსპოდარი, ანუ ისმის განაგებდა ვალახიას, თუმცა როგორ განაგებდა და ის ფსიქოლოგიური ტრავმა, ბავშვობის ტრავმა, როდესაც ის თვარსტები სტუმრად იმყოფებოდა რა იყო. ანუ ტყვედ იყო ოსმალეთის სულთანთან და მოკლედ ის მთელი სტანჯოწამდე რატომ ქვია ცეპეში თვარსტები ნიშნავს სარზე გამსმელს და დრაკულას საინტერესო თემა. დრაკონიშვილის ორდენი იყო რაღაცი მაშინის პერიოდია, მართალია გაგანია შუა საუკუნეები აღარ არის, მე-15 საუკუნე უკვე ნელ-ნელა რაღაც ყალიბდება, თუმცა ეს ორდენებში გაერთიანება გორონთა რაღაც კარგმანერად დაც შეიძლება ხალხს უდად ჟღერს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ითვლებოდა და ეს დრაკონის ორდენის სწორედ აი ამ გარემოცვა, მტრული გარემოცვა, რომელიც სპექტრულ ვლახეთს ხო პრინციპში თუ ტრანსილვანია. ნუ იქ ტრანსილვანია მე ვფიქრობ ეს არის უნგრული სიტყვა და ნიშნავს დიდ ხშირ დღეს და ნუ უსერდყეს აკუტაგავაც მოგვეშველა უსერდყეს და თავისი ცხოვრების მანძილზე ვლად ცეპეშს, ვლად მესამეს არ ეძახნენ ესე ვლად ცეპეში მისი გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წლის შემდგომ მიეწება მას ეს მეტსახელი. ხო. მანამდე კაი დედიშვილი იყო და სხვათა შორის საინტერესო არის კიდევ ერთი მომენტი, რომ ჩვენ ვიცით რომ ნუ ისე ვლად ცეპეშის ბიოგრაფიას დავბრუნდეთ, ბევრი რაღაც საინტერესო დეტალებისა ეგ გამოაშკარავება მოხდება დღეს, ანუ უნგრელებმა დაატყვევეს ხო თვარსტები მე ოსმალოებთან როდესაც ჰქონდა პრობლემა და მას ალყა შემოარტყეს, ის უნგრეთში წავიდა დასახმარებლად, მაგრამ იქ უნგრელმა იქ გოსპოდარი არ იყო, ნუ მეფეც არ იყო, ნუ ვინც იყო, არც ვიცი მაპატია არ ჩაგმოვა და ნუ აი უნგრელმა თავადმა, ანუ უნგრეთის აი კონკრეტული ადგილის გოსპოდარი არ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართველმა დააპატიმრა ის და შემდგომ ჩააბარა არაჯერ გადასცა იმ ბოიარებს, რომლებიც გადარჩნენ, რა ვიცი, ყველა ბოიარი ამ ცეპეშის მიერ სარზე იყო ჩამოსული და ვიღაცა ეტყობა 1-2 კიდე გადარჩან მათი შვილები და რაღაცნაირად ნუ არ მოიქცა კარგად და რისი თქმა მინდა რომ ზოგადად ბევრი რამ ისტორიაში არის რაღაცნაირად აი სტერეოტიპის გამო პიროვნება არის აბსოლუტურად
სხვანაირად გადმოცემული და მის შესახებ არასწორი შეხედულება, თუმცა მე არანაირად კი არ ვამართლებ, ხო ნამდვილად სარზე ასვამდა, მაგრამ სარზე ასვამდა მამამისის იმ ადამიანებს, რომლებმაც მამამისი ცოცხლად დამარხეს, თუ არ ვცდები, ხო? იმ ადამიანებმა, რომლებიც ძმა უკუწეს, იმ ადამიანებს, რომლებიც მე რაღაც ფილმიც ნახე, ეს იყო ერთგვარი საჩვენებელი დასჯა იყო, კიდე ძალიან ძიმეთ იყო ამ დოკუმენტურ ფილმში ეს ყველაფერი აღწერილი, როგორც საჩვენებელი დასჯა იყო, უამრავი ადამიანი გასვა მან ერთდროულად სარზე და ეს იყო რაღაც შემზარავი სისხლიანი სანახაობა და ნუ ამით დაანახა მტრებს, რომ აი ესეთი ბოლო ელოდა ყოველს ვინც მისდავდა გზავით. კი, და თან კიდევ იმის თქმაც არის აუცილებელი, რომ ის მცირე პერიოდი, რომელსაც ლაცეპეშზე მოკლაპარაკი ამჯერად და რაბრემ სტოკერზე მართავდა თავის ქვეყანაში იყო იდეალური წესრიგი, იდეალური წესრიგი ალბათ იმიტომ რომ პირველი რაც მან გააკეთა ეს მათხოვრები და ეს ბოშები შეკრიბა ერთად და დაწვა ყველა შემდეგ რაღაცნაირად ბოიერებს როგორ გაუსწორდა მამამისის ჩვენ ვთქვით და ყოველ შემთხვევაში დიდი წესრიგი იყო და ერთ-ერთი გამორჩეული მის ეს ისტორიული პიროვნება და ერთ-ერთი გამორჩეული მისი ერთ-ერთი ესეთი ყველა მართლს რაღაცა თავისებური სიმბოლო აქვს და თავისებური ესე ვთქვათ რაღაცა ნიფტი იქნება თუ მოვლენ და მას ჰქონდა მათ დედაქალაქში იყო ესეთი ოქროს დიდი თასი, რომელთაც ყველა შეეძლო დაუშვათ ამ თასით ჭიდან წყლის ამოღება და ამ ოქროს თასს არავინ არ ყიდოდა. კაი დედმამიშვილი იყავი და რამე მოსლობდა თუნდაც პატარა ოქროს მონეტა ვინმეს რო დაეგდო იმას უბატონოდ არავინ არ ეღებდა, დიდი წესრიგი ჰქონდა, თან თუ არ ვცდები დიდი სისხლის ხრეთა დიდი წესრიგი. ხო და თან ის ადამიანი დავუშვათ ის სოფელი, საიდანაც მამაკაცების უმრავლესობა ლაცეპეშის ლაშქარში მიიღებდა მონაწილეობა, თავისუფლდებოდა ყოველგვარი ხარკისგან, მე ესეც მახსოვს ხალხში შენი გადაცემიდან. ხო და მაგრამ მე იმის თქმა მინდა რომ ისტორიის ფალსიფიკაციის მსხვერპლი არის, ნამდვილად არ იყო სისხლის მსხვერპლი, არ მგონია რომ ის შემდგომ მოიგონეს და მე ფიქრობ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა შეგნებულად და მთელი ეს ცილისამებათა ციკლი მე კიდევ ერთხელ ამბობ არანაირად კი არ ვამართლებ და კი არ ვამბობ რომ ის ციდან ჩამოსული ანგელოზი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის თავისი ქვეყნისთვის, თავის ქვეყნის ერთიანობისთვის იბრძოდა, თავის ქვეყნის მტრებს ებრძოდა, წესრიგი ჰქონდა დამყარებული და არავის არ ჩაგრავდა და ყოველთვის გამოდიოდა დაჩაქრულთა მხარეზე, მიუხედავად რაოდენ ეს პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს და ბევრი რამ მიეწერება მას ასიკეთო, ის თუნდაც ის რომ მას მაგალითად აიძულებდნენ რომ მიიღო მუსულმანობა, მან არ მიიღო მიუხედავად იმისა რომ შეეკინა აწამებდნენ და ეს ცალკე თემა, მაგრამ ბევრი რამ არათავსებადია, ხო, როდესაც ადამიანი ესეთ ძალადობას თუ არ ვცდები 100,000-მდე კაცი ყავს, მხოლოდ თავისი ხელით თან საოცარი რა არის, ის სარზე რო აცმევდა თუნმე როდესაც თურქებმა გადაწყვიტეს მისი დასჯა და გამოაგზავნეს ლაშქარი და მან თავისი თან კარგი მხედად მთავარი იყო, კარგი მებრძოლი იყო, მან აჯობა და ყველა ეს თურქი საწოდავი ეს იყო სისხლიანი სანახაობა, რომელიც ერთი ეს მდელოზე მე არაფერი არ იზრდებოდა, სისხლით მოვიწყო მთლიანად მტრების სისხლი. ამის მერე შეერქვა ზუსტად ამის შემდეგ შეერქვა და საინტერესო რო არის რომ ოფიცრებს პატივისა იმით რომ თუ ჯარისკაცები უბრალოდ ძელზე აცვა, ოფიცრებისთვის იყო სპეციალურად ძელზე ოქროს წვეტი გაკეთებული და ამით ესე იგი რაღაცნაირად მათ ეგრეთ წოდებულ დამსახურება სამხედრო ღვაწლს პატივი მიაგო, მაგრამ წარმოიდგინე ახლა როგორ განრისხდებოდა სულთანი, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება, ამბობენ რომ მე შემდგომ როდესაც ის ტყვედ ჩავარდა უნგრეთში 14 წელი იჯდა იქ, შემდეგ კათოლიკობა მიიღო და უკანონოდ დაებრუნებინათ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მოელაპარაკა ბოიარებს ის უნგრელი მთავარი და ოსმალებსაც გაუგორა კოჭი, იქ ლაპარაკი იყო იმაზე, ვინც აი ამ ლაცეპეშის თავს სულთანი მომიტანს,
იმასთან ყველანაირად გასწორებული იქნება ანგარიშიო და ფაქტობრივად კოჭი გაუგურა იმით რომ მან ეს ჩააბარა ეს მისა ხელ ჩაუგდო ბოიარებს თავი მოკვეთა და თავი გაუგზავნა სულთანს და პარალელურად მოხდა ისე რომ მთელი ეს აგორება არასწორი ინფორმაცია რაც ვლად ცეპეშის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითზე რო არის ლაპარაკი უნგრეთიდან მოდის ანუ უნგრეთიდან დაიწყო სწორედ მისი ესეთ ისტორიული დისკრედიტაცია შეიძლება ითქვას და სწორედ უნგრელი პროფესორისგან მიიღო ჩვენმა ბრემსტოკერმა პირველი ინფორმაცია აი ამ გრაფის შესახებ თუნდაც შენ არ იცოდა ეს დრაკულა იქნებოდა თუ შემდეგ დაინტერესდა ვლახეთით იმიტომ რომ ჩვენ ლაპარაკობთ ლეფანიოზე რომელიც ფაქტიურად არის პატარა თვალის გადავლებაც საკმარისია იმისთვის რომ მთელი სიუჟეტური ქარგა ანუ პერსონაჟების ეს ლუსი რომელიც არის მთვარეული არის პირველი მსხვერპლი ეს ზუსტად ყველაფერი ძალიან ბევრი რამ მეორდება იგივე ეს ექიმის ვამპირებთან მებრძოლი ექიმის გვარის სახელიც მისი დახასიათება ძალიან ბევრი რამ ერთხელ მე არანაირად ახლა არ უკარგო ამ პრესტოგეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს არც ეწყინება ახლა ეს რო თქვა იმიტომ რომ არანაირად არ ქონდა პრეტენზია არაფერზე უბრალოდ დაწერა და არც იცოდა დაწერა და არც დადიოდა გამოსცემლად და დამიბეჭდა გინდა თუ არა და ხამები არაძინა დაბეჭდანი და სულ მაპატიენტა არ აინტერესებდა თავისთვის დაწერა და ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა ახლა ბრემსტოკერი არავინ არ ახსოვს მაგრამ დრაკულა ყველა ახსოვს ყველას ახსოვს იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ რომანი და ზოგადად რაღაცა თავისით იქნება და ეს ადამიანი და ეს მართლა არის რაღაცნაირად ესეთი როგორ ამბობენ საკულტო ხო თუ როგორ ამბობენ ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის რომანი რომელმაც ასეთ ვისა შეცვალა ბევრი რამ შეცვალა თუნდაც ხელოვნებაში კინემატოგრაფიაში ლიტერატურაში დამოკიდებულებაში უამრავი რაღაც სერიალის რაღაცა დამოკიდებულება იგივე ეს გოთები და ემუები აბსოლუტურად დრაკულას ეს მთელი ჩაცმულობა და ეს უამრავი სუვენირები და რაღაც ყველაფერი არის ამ ადამიანის შექმნილი და დრაკულა და კიდევ ერთხელ უბრალოდ რისი თქმა მინდოდა რომ უნგრეთიდან წამოსული ეს ისტორიული მომენტი ისევ გაგზელდა ისევ გამოიყენეს აქ ხედავ რომ ის წავედი გამოიყენა ანუ რაღაც საინტერესოა თავისთავად იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ამბობ რომ ისტორიული პიროვნება გრაფ ცეპეში ანუ ვლად მესამე რომელიც ფაქტობრივად არის დრაკულა ნუ დრაკულათან მე მგონი რუმინულად ეშმაკსაც ნიშნავს და დრაკულა ეშმაკის შვილია და აქ ანუ ეს პატარა დრაკონიშვილი და თან დრაკულა და ეს ერთმანეთ თანაბრად ჟღერს რა და ფაქტობრივად აი ეს მისი გაიგივება აი ამ სულებთან და აი ეს გოთიკური რომ ანუ ძალიან კარგი პერსონაჟი იპოვა ამ ადამიანმა და გახსნა მაგრამ კიდევ რისი თქმა მინდა რომ მიუხედავად იმისა რომ ეს ცოტა ესეთი ბანალური ნაწარმო ანუ ერთხელ წასაკითხი არანაირ სიყვარულისეული და ესეთი რაღაც წიაღსლები არა მაგრამ ფიქრობ ერთი სულის აი ერთი წაკითხვით წავა მით უმეტეს ესეთი ამინდებია კიდევ ორი კვირა გაგრძელდება და ისაც მოწმეთ გადაამოწმეთ ესე შეერჩერა ჩაკეწერა საოცარი შექსპირს როგორი ამინდები ხდება შექსპირს ადრეული გაზაფხული ბულბულსტვენა როგორ არის ხო, ну, მოკლედ ბევრი რამის თქმა კიდე ბევრი რამის კიდე თქმა შეძლებს. ახლა სტუდიიდან იმიტომ დრო არა. დავუთმოთ დრო ახლა რეკლამას, თუ რაც საუნდტრეკს, შემდეგ საინფორმაციოს და შემდეგ კიდევ ბევრ ალბათ და 9-1-7-7-8 თქვენს განკარგულებაში ესეც უკვე რამისორვილი გაგიჩნდებათ რომ მოგწეროთ. უსვინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს მიშა მიმინაშვილთან ერთად კოდექს აუდიოსა და ბუქბოქსის ფარგლებში დრაკულას წერს მიშა თქვენთვის ამ საღამოს უკვე მოვისმენთ? კი, ამ საღამოს უკვე ну, ისე დავუნთხეთ რომ შაბათია, ფაქტობრივად ჩვენ წინა თქმა გავაკეთეთ და პატარა მცირე პრეზენტაციასაც გამოვიდა და დღეიდან დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდება, ეს ერთი კვირა და მეორე ორ-ორი თავი იქნება ალბათ. და ფიქრობ რომ მაინც რაც არ უნდა ცოტათი ისეთი კიდევ ერთხელ ამბობ რომ არ არის ხო ესეთი ჟანრი ლიტერატურული და მაგრამ ყოველ შემთხვევაში ფიქრობ რომ საინტერესოდ იკითხება, საინტერესოდ ისმინება, არ ვიცი რამდენად საინტერესოდ ისმინება უკვე განსაჯულო მსმენელებმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ
გაეცნო იმას, რისგანაც ყველაფერი დაიწყო. ყოველ შემთხვევაში ეს მაინც აუცილებელიც არის, გარკვეულწილად, როცა გინდა რაღაცას გაეცნო და რაღაცა შეაფასო თუნდაც. კიდევ ერთხელ ამბობ, ცოტათი დავაკნინესავით წინა თქმით ის, რომ აღნიშნეთ, რომ ეს ადამიანი არ იყო ორიგინალური, თუნდაც ამ თემის წინ წამოწევით, თუმცა ითვლება ამ თემის მამამთავრად გინეკოტიკური ჟანრის სული შემდგმადაც წინა თქმაში ყოველთვის არასწორი სტერეოტიპულად წერია ხოლმე, მაგრამ ეს არანაირად არ აკნინებს ამ ადამიანს. ყოველ შემთხვევაში ამ რომანში მაინც ჩანს იმ ეპოქის გარკვეული სული, ეს ჯენტლმენური და ქალბატონების დამოკიდებულება, თუნდაც ეს ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი, თუნდაც ის ვამპირი ქალების ერთგვარი ეროტიკაც კი, რომელიც ცოტათი იმდროინდელი ვიქტორიანული ეპოქისთვის ცოტათი ესეთი უხამსის კი შეიძლება გამოჩენილიყო, მაგრამ ბევრი რამ, არ არის ეს ადამიანი ხო პიონერი, მაგრამ მოხდა ისე, რომ ეს ადამიანი ითვლება ყოველ შემთხვევაში ცნობილია ძალიან მსოფლიოში და კიდევ ერთხელ გამეორდები და ვიტყვი, რომ არანაირად პრეტენზია მას ლიტერატურულ ნაწარმოებებზე და ლიტერატურაზე ზოგადად არ ქონდა, მაგრამ მაინც მოქმედებათა მაისაც რა. ხო, და ძალიან საინტერესოა თვითონ ის რომანის კარგა სიუჟეტური არის აგებული, როგორც უკვე ვთქვით, და ვისაც საკითხული აქან, ან ადრეულ ბავშვობაში ან თუნდაც ერთი წიგნი მაინც გადაუფურცლავს, ნახავენ რომ ყველაფერი აგებულია დღიურებზე, წერილებზე და საინტერესოა რომ ხო. კი, თუ გახსოვს ესეთი რამ პარასკევით გადავაგორეთ. კი. თუნდაც მერი შელის დოქტორ ფრანკენშტეინი იქაც მსგავსი კარგით არის მთელი რომანი აგებული, იქაც იწყება დღიურებით, წერილებით და ეს არ არის ეთყობა რაღაც იმ პერიოდში დამახასიათებელი, უფრო მარტივად გადმოსცემ, შენ ფაქტობრივად თვითონ რომანის პერსონაჟებთან ერთად ერკვევი საქმის ვითარებაში, მათთან ერთად მონაწილეობ თვითონ დრაკულას ჯერ თვითონ მისი წერილები და მისი ამბები არა, ლაპარაკია მის მსხვერპლზე და უბრალოდ იმ ადამიანებზე, რომლის ფონზე ჩნდება ეს ყველაფერი, თუნდაც პერსონაჟი რომელიც არის ექიმი. მაისი დილა, სანამ აქ ცხოვრობ, ერთადერთი მისწრაფება მაქვს, როგორმე ჭკუას არ გადავცდი. ხო, იქ არიან ექიმი, ფსიქიატრი. საქართველოში ხო არ ხდებოდა ეს და ხო არ გვიმალავენ? მე მგონი კი. ექიმი ფსიქიატრი არის, იქ არის რენფილდი, პაციენტი ფსიქიატრის, რომელსაც მეტად ბევრი დიდი უცნაურობები აქვს, იჭერს ბუზებს, აჭმევს ობობებს, იჭერს ობობებს, აჭმევს ბეღურებს, იჭერს ბეღურებს, აჭმევს კატებს და თვითონ კატებს ჩამ. რა მნიშვნელობა აქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან იმის თქმა მინდა, რომ სიუჟეტური მონაწილეობს შენ და ძალიან საინტერესოდ იკითხება და აი ამ მიყვები, მან არ არის თითიდან გამოწვევილი რა მიუხედავად იმისა, რომ როგორც თქვით, რომ ეს არ არის ორიგინალური იდეა მისი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კარგად არის, კარგი მანერით არის, ასე თუ ისეა, შექმნა ამ ადამიანმა ნაწარმოები, რომელმაც დიდი კვალი დატოვა, თუნდაც ხელოვნებაზე შეიძლება ხმამაღლაც არ ჟღერდეს, იმიტომ რომ მართლა დატოვა, იმიტომ რომ დრაკულა ესეთი თემა შეიძლება ბევრმა დრაკულა რო უთხრა, ბრემ სტოკერი პირველი არ წარმოვიდეს თავში, მაგრამ დრაკულა თუ არის დრაკულა, ისეთი როგორც ყველას ცნობიერებაში და რაღაცნაირად წარმოსახვაში არის, სწორედ ამ კაცის დამსახურება და კიდევ ერთხელ ვთქვი, აბსოლუტურად არ არის ის, რაც სინამდვილეში იყო, არნეს სისხლის მსმელი და რაღაცნაირად კათხებით თავისი მტრების სისხლს სვამდაო და მე სიამოვნებდაო და ესეთი არ იყო ეს კიდევ ერთხელ ვთქვი, მისი მტრების, რომელიც მას ბევრი ეყოლებოდა, რამე თუ სულ მცირე 100,000 ადამიანი ყავს ცელზე წამოსული და ბუნებრივი მტრების ეყოლებოდა და იმ მტრების გამო ესეთი რაღაცნაირად მას სახელიც კი აქვს, მაგრამ იგივე პარალელი შეგვიძლია გავაკეთოთ ივანე მრისხანეზეც, ხო, დაუშვათ, თითქმის ერთი პერიოდია ივანე მრისხანე ცეპეში.
ერთი პერიოდია. ვის ეძებ კიდე რაღაც მესამეს ეძებ? კი. ნინა შენ წამოგვაშველო იქნება ჰენრიხ მეშვიდემ. ნუ მაინც ცოლების ჟლიტო. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოლები, მაგრამ ყველა ცოლები ეძახა შენ და დაჟლიტო, ხო? ხო, ეს ჰენრიხ მეშვიდე ცოტა ის, მაგრამ ივანე მრისხანე უფრო მერვე იყო, ხო, ჰენრი მერვე იყო ამერია. შემეცამერია. და ივანე მრისხანეზეც დაახლოებით იგივე თქმა შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა გარკვეული სხვადასხვა ბებიაჩემის ძველი წიგნი მაქვს სახში რევოლუციური გამოშვების და იქ არის მთლიანად მისი ერთ-ერთი ფრანგი რუსულად არის დათარგმნი იატები და ძველი იმითი რო წერია ძველი ჯერ კიდევ ძველი სლავურით და იქ არის საუბარი სწორედ მის ფსიქიურ აშლილობაზე, მის ტრავმაზე, რომელიც მან ბავშვობაში, მაგრამ რომ მიყვე ივანე მრისხანეს ბიოგრაფიას, ანუ ყველაფერი გამომდინარე, მას ბევრი რამ დადებითიც ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს დადებითი არ ჩანს, იმიტომ რომ ეს არის ეხლა კიდევ თვითონ არ ვამართლებ არც გრაფ სეპეშს და არც ივანე მრისხანეს, მაგრამ ბევრი რამ ისტორიულ წყაროებში არის შეგნებულად თუ შეუგნებლად რაღაცნაირად შეცვლილი, სახეცვლილი და ეს სახეცვლილება შემდგომში იწვევს გარკვეულ სტერეოტიპებს და და თან მეტუმეტეს ცოტათი კარგი კალმის მქონე ადამიანის ამას თუ მიეხმარება, როგორც ჩვენი ბრემ სტოკერი იყო ხომ, სულთად და ვირგნის დაუსვამს ამას. და 25 მაისი ძვირფასო ჩემო არჩი გელოდებით. აი დაახლოებით ესე ველოდებით ჩვენ 12 საათს და 12 რო გადასწრება უკვე მერე დრაკულას ვიზიტს. კიდევ საინტერესო თემაც არის, ანუ კიდევ შენ წაკითხული გაქვს? გაწიგინდა. ხო, მეც ავიკეთე. ხო, მეც არა, მაგრამ აქ საინტერესო მომენტია. მე როგორ მეკადრება და რა სისულელია, ბოლოდ რატომღაც არ მისიტავს ეს არის. ერთ-ერთი თავი აქ წერილების მიმოწერა, როცა წერილი ხო თქვით, რომ ძირითადად აგებულია წერილებსა და დღიურებზე. ერთი მთავარი მოქმედი გვირია ლუსი ვესტენრა, რომელიც ლონდონში ჩამოსული გრაფის, ანუ ეს გრაფს აღარ ყოფნის იქაური გარემო და ლონდონში გადის, იმიტომ რომ გარკვეული პრობლემები აქვს ასპარეზისთვის ხელის შემშლელი ფლახეთში და ამიტომ ის ფიქრობს გადავიდეს უფრო სხვაგან. ლონდონი აირჩია რომ ხალხთან რატომაც მოიწონა ეს ალაგი, ალბათ იმიტომ რომ წერალი ლონდონელი იყო და თავისებურად რომ ყოფილიყო ფრანგიალად პარიზში ჩავიდოდა, მაგრამ ხარ ჩავიდოდა პარიზში. ფარცხანაყანებდა რომ ყოფილიყო ფარცხანაყანებში ჩავიდოდა. ხო. და კარგი არ გვინდა ეს თბილისი გავხდეთ ამ ჩვენ ორღობეს და საინტერესო მომენტი ის არის რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი ეს ლუსი, რომელიც არის მთვარეული და რომელიც პირველი მსხვერპლი ხდება ლონდონში ჩამოსული სეპესის თვითონ ეს შემოსვლა მისი ლონდონში ძალიან უცნაურად არის აღწერილი ეს გემი, რომელიც უცებ დღისით მსისით ამინდი იცვლება, კარბუქით ხდება და ინგრევა არემარე და ერთ-ერთი გემი, რომელიც ფაქტობრივად მეზღვაურების გარეშე არის, მივა ნაპირამდე და როდესაც ეს ხალხი მიადგება ამ გემს, ნახავენ რომ ერთადერთი ვინც ამ გემზე იმყოფება, ის არის კაპიტანი, რომელიც მიბმულია თავისი თვითონ მიება საჭესთან, ანუ შტურვალს რა ქვია, საჭესთან. მე მგონი საჭესთან და აი ესეთი შემოსვლა არის ამ დრაკულასი, შემდგომ უცებ აი ამ გემიდან ერთ-ერთი ძაღლი გადახდება, ძაღლი დრაკულას შეუძლია ძაღლის გახდეს, შეუძლია მგელიც გახდეს, შეუძლია ხამურაც გახდეს, ეს ხამურა და ანუ ეს ბევრი რაღაცა მომენტები, რომელიც დღეს ცოტათი ესეთი შაბლონურია და ფაქტობრივად აი კომიქსების დონეზე კი გადის, მაშინ ეს იყო ძალიან დიდი შოკი, როდესაც გამოვიდა ეს რომანი. ვინც რეფერალის პირველმა შეადარა ქალის გარეგნობა ვარცის გენიოსი იყო და ვინც მერე ეს გაიმეორა ისულელი. ხო. და სალადურ ტალენტ გავაბრალებენ. და ბრავო. შეიძლება ეთქოს კიდეც. და აი ისე ლუსის დაუბრუნები და ამ ლუსის როცა ლუსი წერს თავის მეგობარ
წერილს და ის ამბობს რომ დღეს მე სამ ადამიანმა დღეს სამბედნიერი ვარ და ეს სადაც ის ოსტინისეული მომენტებიც ციახლებიც იქ არის და მე ძალიან ბედნიერი რამე თუ სამ მამაკაცმა დღეს ერთდროულად მთხოვა ხელი და ამ სამ მამაკაციდან ერთ-ერთი არჩეული რა თქმა უნდა პირველს გაისტუმრა სიტყვის ორი ხელი გაქვს და სამი კაცი რა ხელს გთხოვს ანუ უნდა ქნა ესე იგი სამხელო ყოფილა ერთი ფეხი ხო ერთისთვის ფეხი უნდა გაიმეტი ნუ ფეხზე არაფერი არ წერია ჯერჯერობით თუ გავითვალისწინებთ სულ ორი ხელი გაქვს და სამი კაცი გთხოვს ამ ხელს უხერხულია უარი უთხრა რომელიმეს ხო და აქ საინტერესო აი თქვენ ჩემი ფეხი საგამ მიყავ ხოლმე მუდმივად რაღაცნაირად აი აზრის ძაფი გამიწყდა ხო და ამ ლუსის ხო რო წერს სამ ადამიანს ხომ ერთდროულად ერთი მოკლედ ერთი არის ის ფსიქიატრი მეორე არის ფსიქიატრს უნდა დასახდე ჩვენ დროში ну пулიანისა რა აი კლინიკის პატრონია კანდიდატურა და ამ მშვიდობელს მაინც გამოგიწერს რამეს თუ ძილობა გაქვს. მეორე იყო ეს ამერიკელი, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა და ესეთი მეომარია და საბოლოო ჯამში ის განგმირავს დრაკულას, ანუ ის სხვათა შორის იმ მოდგმის შთამომავალია, რომელ მოდგმასთანაც დრაკულების შთამომავლებს ჰქონდათ პრობლემა და მხოლოდ მათ შეუძლიათ მათი ძლევა. ესეც ისე ლეფენიუს სიუჟეტური კალგაიკაც არის ეგეთი გმირი და მესამე არტური, რომელსაც ის მიყვება და საბოლოო ჯამში საინტერესო რა არის, როდესაც მეფე არტური და როდესაც ლუსის აქვს უკვე პრობლემა, ანუ ის სისხლისგან იცლება, თვითონაც ვერ ხდება, რა ხდება და ვერც მსმენელი და ვერც მკითხველი ვერ ხდება, იმიტომ რომ მერონელ ამ წერილებით იხსნება და არ არის პირდაპირ ისტორია მოთხრობილი და ეს არის საინტერესო მომენტი და ამით რაღაცნაირად შენს როგორც თქვი კინოდეფიციტური ანემია აქვს ლუსის. კინოდეფიციტური ნამდვილად და მე როდესაც ხდება სისხლის გადასხმა, აი სამივე მისი შეყვარების რისი თქმა მინდა, ანუ ამ ლუსის სისხლში, ანუ ის არტური პირველი მისცემს თავის სისხლს, მეორე ის ფსიქიატრი, რომელიც ასევე ხელს თავაზობდა და მესამე ის ტიპი ანუ ესეთი განცხადება აღარ დაჭირდა. ხო, ახალგაზრდა ქალს ესეჭირება სისხლის გადასხმა და გთხოვთ გაავცელეთ. ნუ ყველა ვინც მის ანუ ისე გამოვიდა, ყველა ვინც მის ხელს თხოვდა, მის სისხლი მან მიიღო. ესეთი შეთავსებადი სისხლი. შეთავსებადი, ანუ ესეთი რაღაც პასაჟები ეს რისთვის რატომ მოვიტანე? იმიტომ რომ ბევრი ესეთი ნიუანსია, რომელიც შეიძლება ხმილი გამოიწვევს მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირ საშინელებათა ჟანრის აბსოლუტურად ესეთი კომედიური საშინელებათა ჟანრის საშუალების ჩაწერა ჩვენ არ გვაქვს რამე თუ მათი ავტორები ცოცხლებიან ისე საშინელებას შევწერდით, რომ მართლა საშინელება იქ არ არის ლაპარაკი არც ღამურაზე და არც რაღაც, მაგრამ ყველაზე თავარის არის ეს ფსიქოლოგიური ტრილერი და ეს მაშინ როცა იწერებოდა ხო წარმოგიდგენიათ რამდენი რა დრო არის და მაშინ როგორ თმები ყალზე უტკებოდა თავად რო კითხულობდნენ. მე ახლა არ მგონი ახლა როცა ჩვენ მაგალითად ლავკრაფტი გვაქვს ჩაწერილი გვაქვს მერი შელი ნუ მეტნაკლებად, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ახლა ბრემ სტოკერმა რო დიდი გავლენა მოახდინა თქვა დაუშვათ ჰერცოგინია ვერის სასაფლაოზე. არ მგონია. რატო რა დავწერო შეიძლება ჰერცოგინია ვერის სასაფლაოზე რო დავწერო. ჰერცოგინია ეკაზე. ჰერცოგინია ან ჰერცოგინეს ღიურები. ხო, აი მე ჰერცოგინია და კოსტია და ამბები და მოახლე მაშიკო. ან კოსტიას წყურვილი. შეიძლება კი. და ნინა გვანიშნებს რომ თავასრულოთ და ჩვენს ახლა ავკრიფოთ ჩვენი ნივრები, ვერცხლის ტყვიები და მე თუ დასრულდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერხვის სარი არ დაჭირდება ჩვენს მენელებს, რამე თუ ნამდვილად არ არის ისეთი საშინელება, როგორც მიაწერენ, უბრალოდ ალბათ ისე შევეჩვიეთ უკვე მის ინტერპრეტირებას და მის ოჯახის წევრებით არასამა ხო და ნუ ყოველ შემთხვევაში ვფიქრობ რომ მაინც საინტერესოდ გაატარებენ საღამოს მსმენელები ბრემ სტოკერის დრაკულასთან ერთად, ცოტათი საშიში, ცოტათი ასეთი ფონიც მოუძებნეთ მე და გოჩამ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საინტერესოდ ჩაივლის ეს ერთი კვირა. მომავალ კვირას მომავალ შაბათ ჩვენ რას ვიზამ ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეთერში ბრემ სტოკერის დრაკულა იქნება. მადლობა მიდაგითხრა კატო მოწვევისთვის, პროფესორი საუბრისთვის. თქვენ მადლობა სმენელს ყურადღებისთვის და თქვენ გეშედობები 4 შაბათს აღამეს შევხვდეთ ისევ მე და თქვენ ერთმანეთს ვის ველაპარაკოთ, მოდით ჯერ ისე საიდუმლოდ დავთვალოთ. უსმინეთ, აირჩიეთ და ისიამოვნეთ კატოს ლიტერატურული საღამოებით.